საღამოშიდობისა ძვირფასო მეგობრებო, დღეს მე მარტო ვიქნები პირდაპირ ეთერში. ძალიან საინტერესო თემებზე მინდა გესაუბროთ და იმედია შეკითხვები იქნება, მე აქ მექნება მონიტორი რომ ვადევნო თვალყური, თუ ისეთი შეკითხვები იქნება, აუცილებლად გაგცევთ პასუხს. როგორც მოგეხსენებათ, დღეს არის უმძიმესი დღე საქართველოს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე უმძიმესი დღე 34 წლის წინ დამხობილი იქნა კონსტიტუციური სახელმწიფო, დამხობილი იქნა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და აი სწორედ აქედან დაიწყო მთელი ქვეყნის გრევა, მთელი ჩვენი ერის ტანჯვაწამება, დაუსრულებელი ემიგრაცია, დედის და შვილების დაცილება, დედების და შვილების დაცილება მრავალი წლით და ყველა ტანჯვაწამება სწორედ აი ამ დღიდან იწყება. აქედან იწყება ქვეყნის ძარცვა, გაპარტახება, მისაკუთრება ერთი რაღაცა კლანური დაჯგუფების, თაღლითური დაჯგუფების მიერ მთელი სახელმწიფო ქონებების და საერთოდ მინდა იცოდეთ, რომ მას შემდეგ ის ქონებები, რაც პრივატიზებული იქნა შევარდნაძის მიერ, შეფასებული იქნა მხოლოდ და მხოლოდ მე-10 და მე-15 ფასებში და სათამაშოს ფასში შეიწყვიტეს მთელი საქართველოს ქონება. და აი იმ მე-10 და მე-15-დან კიდევ იქიდანაც 2/3 მოიპარეს და ფაქტიურად აღარაფერი დაუთოვეს ხალხს და ქვეყანას. მოკლედ მოდით აქ იყო ლაპარაკი ხაინდრავაზე, მინდოდა ერთი შევხებოდი ხაინდრავა თავს იმართლებდა რომ 22 დეკემბერს ვიდრე სანამ 22 დეკემბერს დავასრულებდა 22 დეკემბერზე საუბარს, მინდა აი ამ პიროვნების იმას შევეხო კონკრეტულად. იგი თავს იმართლებდა რომ მეო დაჭერილი ვიყავო და არაფერ შუაში არ ვიყავიო. მაგრამ ძალიან კარგად ახსოვს საქართველოს მოსახლეობას, რომ დაჭერილი კი არ იყო, დაჭერილი იყო მანამდე და იარვის პირველი რიცხვებში გამოუშვეს და როდესაც პრეზიდენტის კორტეჟი 6 იანვარს ტოვებდა საქართველოს ტერიტორიას და რომელზეც პუჩისტებმა, თვითონ მეთაურებმა იყვნენ იოსელიანი, სიგუა და ესენი მისცეს მშვიდობიანი დატოვების სიტყვა, აი ამ თაღლითმა ჩასაფრება მოუწყო მეტეხის ხიდთან და ცეცხლი გაუხსნა მის კორტეს, პრეზიდენტის კორტეს, სადაც ბევრი ადამიანი დაიღუპა. ასე რომ მეგობრებო, აი ეს პიროვნება ხაინდრავა მიაქცეთ ყურადღება, დღეს ისევ არის ეს მკვლელი ქართული ოცნების მთავარი სახე. იდეოლოგიური თვალსაზრისით ვიძახი და აი ამ მკვლელს და თაღლითს ადრე რაღაცა ჰეროკრატია გადაიღო ვითომ და მილიონერი მისცეს, ახლა კიდევ რაღაცა გადაიღო ასიამონა ივანიშვილი და საქართველოს ბიუჯეტიდან 955,000 თუ არ ვთქვი ზუსტად 955,000 ნუ მილიონამდე ისევ გამოუყვეს აი ამ მოღალატე მკვლელს ხალხის თანხა. და რის იმედი უნდა ქონდეს ქართულ ხალხს, როდესაც აი ესეთი თაღლითები ყავთ წამოწეულები რაღაცა სახეთ, საამაყო სახეთ. კარგად გაიგონეთ ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებო. ამოიღეთ ან ვიდეოები ერთი პირველი ვერავინ ვერ დაასწოდა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად ესე გამოცხადდა თუ არა რომ გაიმარჯვა არჩევნებში, ჯერ არჩევნები გაქვს ვაიმართლა. და ვერავინ დაასწროდა წითელი ვარდებით, ბუკეტებით პირველი ეს გარბოდა. ახლა დღეს ლანძღავს. ნუ ეს არის აი პირწავარნილი თაღლითი, უსაშველო ნარკომანი, სიცხვილით იწოდა ყველა, ჩოჩევი მალავდა ხოლმე იქ ცხინვალში, რომ ხალხს არ დაენახა რა დღეში იყო ეს. აღარ გავჩერდები ახლა ამაზე, მეგობრებო. მე ახლა მაინტერესებს კიდევ ერთი რამ. აი დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში არის
წყალგამყოფი და ძალიან მძიმე დღე. საინტერესოა, იქ საზოგადოება უნდა დააკვირდეს ამდენი პარტიები რო გვაქვს და ძალიან ბევრი ეროვნულად რომ მოაქვს თავი, დაგმობენ თუ არა დღეს შეფასებას, აი მოახდენენ თუ არა აი ამ დღესაც, რომ ეს იყო უდიდესი დანაშაული და საერთოდ ახსენებენ თუ არა აი ამ დღეს. ეს არის საინტერესო. მე მინდა აქ დავინახო თუ იქნება კითხვები, ხო? ჩავთავ ახლა და კი ბატონო. თუ იქნება კითხვები, აუცილებლად გეტყვით. გაგცევთ პასუხს. მოკლედ, ბევრი მეკითხება კიდევ კარგად ვერ გაიგეს ეთყობა ჩვენგან, ჩვენ მრავალჯერ ავხსენით ეგ და თქვით, ქართველთა დიდი გაერთიანება ეს არ არის პარტია და ეს არის გაერთიანება ზეპარტიული, ჯანსაღი ქართველობა უნდა გავაერთიანოთ. ის რაც წლები, ათწლეულები ჩვენმა მტერმა იმუშავა, დღეს ჩვენ გვინდა რომ აი ეს დაგსაქსული ხალხი, ჯანსაღი ხალხი გავაერთიანოთ. და ჩვენი მთავარი მიზანი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა, ანუ სამართალმემკვიდრეობის აღდგენა. აი ბერს ეს ვერ გაურჩევია ერთმანეთისგან და აი რატო სამართალმემკვიდრეობის აღდგენას არ იძახიან? კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა ასე ეს აბარაი გულისხმება ამაში. უნდა აღდგეს კონსტიტუციური სამართლიანობა იქ, სადაც გაწყდა მილიონჯერ მაქვს ნათქვამი, ამოიღეთ ვიდეოები, თუნდაც დამფუძნებელ კრებაზე პროფკავშირებში, მაშინაც თქვი, რომ უნდა აღდგეს კონსტიტუციური სამართლიანობა და უნდა აღვადგინოთ ის გაწყვეტილი ძაფი, რომელიც დაიწყო ბატონმა ზვიად გამსახურდიან. და მე რა გკოსდავა. არის აქ გაუგებარი. ეხლა რაც შეეხება აი ამ კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი არის, არ მინდა რამე გამომჩეს და მინიშნებები მაქვს, რომ არ გამომჩეს, ძალიან არ მინდა. ეხლა გამოსულია ისევ ასპარეზზე აფსანძის გუნდი, ეს გუნდი, რომელიც შეიქმნა თითქოს 5 სექტემბერში ჩაატარეს სესია უზენაეს საბჭოსი. სინამდვილეში რა ვიცი მე არ მინახია იქაც სია არც არაფერი თუ როგორ მოხდა ამ სესიის ჩატარება და ქორუმი იყო და ასე შემდეგ. მეორე საერთოდ როდესაც ირჩევ უზენაეს საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს თუ თავმჯდომარეს თუ რაც უნდა იყოს, წინა უნდა იყოს განთავისუფლებული, ხომ ასეა მეგობრებო? წინა ხომ უნდა იყოს განთავისუფლებული. მაგრამ იქ ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვინ იყო მათი გაგებით მანამდე უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე. არაფერი მსგავსი არ მომხდარა. და ეხლა უფრო მეტიც მე მინისტრები დანიშნეს, ნუ ეს რაღაცა კომედია ძალიან არასერიოზული რაღაცა არის. ტოლვილთა და განსახლების ის არის, აი ეგ კუხალეიშვილი იმის გვერდზე ვკითხულობდი, იმის გვერდზე ვნახულობ და წარეთ გამეცინა კაცო ეს პირწავარდნელი ნაცი ეს და ახლა კიდევ თვითონ ეს აფსანძეც რომელმაც უღალატა კანონიერ ხელისუფლებას, უღალატა ზვიად გამსახურდიას ბრძანებას მას თქვა თუ ვინც ითანამშრომლებს უკანონო ხელისუფლებასთან ის გამოცხადება კანონგარაში რა არის გაუძლეს. აფსანძე იყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ვიცე-პრემიერი თუ სახელმწიფო ის მინისტრი, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეჭირა. ამითი მან დაასრულა უკვე კანონიერ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, ის უკვე კანონიერ ხელისუფლების წარმომადგენელი აღარ არის, რადგან ითანამშრომლა, მე მგონი გასაგებენაზე ხსნი პუჩისტურ რეჟიმთან. ასევე არის მერაბ ჩუხუა, რომელიც იყო მინისტრი მიხეილ სააკაშვილის დროს. ეხლა გადავიდეთ იმაზე, 5 აპრილს დანიშნეს არჩევნები თავიანთი ჭუით. მე ჯერ თავიდან ცოტა გამეცინა, იმიტომ რომ პირდაპირ საგიჟეთია ჩემი აზრით.
ძალა რომელიც ხელისუფლებაში არ ახარ არჩევნები არაერთ უნდა ჩაატარო. დაახლოებით 3700 უბანია რამდენადაც მე ვიცი. ჯერ მარტო 3700 5 რომ გააკეთო ფანერის მერე 3700 ის გინდა რაღაცა ხო ხალხი სადაც უნდა შემოვიდეს შენობა რაღაცა. არა ჩვენო ახლა მერე ეთყობა იფიქრეს ეს ძალიან ეთყობა მოისმინეს ეს ჩემი წარეიდან. ჩვენო ელექტრონულად უნდა ჩავატაროთ. ახლა ეს ელექტრონულიც არ არის ისა აგე 9 აპრილია ძალიან შორს კი არ არის კარზია მომდიარი და კაი თქვათ ელექტრონულად ატარებ. ხო უნდა აღრიცხვა გააკეთო საქართველოს მოქალაქეების. ამომრჩეველთა რაოდენობისა ხო უნდა გააკეთო. რამდენი ამომრჩეველია დინარის და თელი რიგი საკითხებია მან ძალიან დიდი საკითხებია მან. მერე როგორ უნდა გასიოს პარტია ის პარლამენტის არჩევნებიც უნდა ჩავატაროთ და ადგილობრივი თვითმმართველობისაც. კი მაგრამ აგიტაცია სად უნდა გაწეროს ხალხმა ელემენტარული შეკითხვაა ხო? ამას როცა აცხადებენ დაახლოებით უწონებს 50 და 100 კაცი. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ ელექტრონული არჩევნები რო ჩაატარონ და მონაწილეობა მიიღოს დაუშვათ 100 კაცი მაგირად ნახა 10000-მა კაცმა ელექტრონულად. ახლა მეტი რა უნდა ნახონ Facebook-ზე ხო? 10000 კაცმა რომ დააფიქსიროს თავის პოზიცია, ეს იქნება ისა რა ქვია არჩევნები? თუ გინდათ 100000 იყოს, ეს იქნება არჩევნები? ნუ არ ვიცი მე მეგობრებო, მე მგონი ჩვენ საქმე გვაქვს სერიოზული ფსიქიატრიული იმის პაციენტებთან. ან მეორე შემთხვევაში მე უფრო ასე არ ვფიქრობ, კიდევ უფრო სხვა რამეს ვფიქრობ. აქ რაღაცა თაღლითური გარიგებებია, რაღაცა სერიოზული და საერთოდ საუბრობენ იმაზე, რომ და მეც შევამჩნიე ბევრჯერ, ვიცი უკვე მან არ მინდა ჯერ ისე თქვა, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობასთან ძალიან დიდი კუდები აქვთ. და სწორედ იქ გამოდის ხოლმე ეს ჩუხუა და იქ ბავის და არის ერთთან ბავშვი ხოლმე. ხო და სწორედ იქ ეთმობათ მათ ტრიბუნა და ამას გარდა მე მქონდა ფოტოები მაქვს კიდევ, რომელიც ესე იგი მასალები ეს იქ დაბრძანდებოდა კიევში და ურთიერთობები ჰქონდათ იქ. ერთად გადაღებული ფოტოებიც აქვს იქაურინათთან. მოკლედ ეს არის დიდი თაღლითობა. ძალიან დიდი ისა აქვს, რა ქვია, რაღაცა ისეთ დავალება აქვს, რომ მასხრად აიგდონ კანონიერი ხელისუფლების ავტორიტეტი და მთლიანად ფეხქვეშ გათელონ მისი სახე. ეს არის სამარცხვინო საქციელი, ეს არის სამარცხვინო კი არა, მოღალატეობრივი საქციელი ჩემი აზრით. და რა თქმა უნდა, ახლა ამას ყურადღებას არავინ არ მიაქცევს, კაცო ერთი რაღაცა ჯგუფია და თავის თავში, რა ვიცი, ზოგი სოფლის მეურნეობის მინისტრია, ზოგი ფინანსთა მინისტრია, ზოგი ეკონომიკის მინისტრია, ზოგი თავრობის მინისტრი, ის არის რა ქვია პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და ნუ სამარცხვინო და ის არის რა მოკლედ. არავით არის აბსოლუტურად ამ ხალხს კანონიერ ხელისუფლებასთან კავშირი არ გააჩნია და არავით არის უფლება არ აქვს კანონიერი ხელისუფლების სახელით ილაპარაკონ, ვინაიდან ისინი მონაწილეობდნენ კიდევ მეორე პუჩისტური რეჟიმის ხელისუფლებაში, მუშაობდნენ, მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ. ასე რომ ისინი იმ წუთიდან, რა წუთიდანაც იქ თანამდებობაზე მოხვდნენ, კანონგარეშე გამოცხადდნენ კანონიერი ხელისუფლებისგან. ეხლა მეგობრებო, ძალიან ბევრ საინტერესებს ხოლმე თუ რა საქმიანობდა როგორ. ჩვენ ეხლა ვემზადებით დიდი შემოტევებისგან, ამიტომ ჩვენ ყველგან დავდივართ და ვესაუბრებით ხალხს, ძალებს ვიკრებთ, ჩვენ ვიყავით ასევე ჩასულები
ნიკოლოზობას რუისურმის ეპარქიაში ჩვენი ხელმძღვანელები 19 დეკემბერს იქ დავესწარით ჩვენ მეუფეიობის მიერ ჩატარებულ წირვა-ლოცვას. შემდეგ კიდე მოვილოცეთ ორი ტაძარი წმინდა ნიკოლოზის სახელობის და ძალიან კარგი შეხვედრები ჰქონდა, თბილი შეხვედრები ხალხთან. მე არ ცველოდი თუ ამდენი ხალხი ესე გვიყურებს და იმედით შემოგცქერის რომ იქნებ როგორმე დავიცვათ ჩვენი სამშობლო ამ ისლამიზაციისგან. ძალიან შეწუხებულია მთელი ქართლის მოსახლეობა, ვინც კი ვნახეთ. და განსაკუთრებით დიდი მადლობა გაერთიანების სახელით უნდა გადაუხადო სოფელ სანებელშია წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი და მის წინამძღვარს მინდა გადაუხადო დიდი მადლობა მამა თეოდორს. განსაკუთრებული გულისხმიერი მიღებისთვის და ძალიან საინტერესო იყო მასთან შეხვედრა, საუბრები და ყველაფერი. ეხლა ხელისუფლება თავს იმართლებს, მეგობრებო, რომ არავითარი არაბიზაცია არ ხდებაო. ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ტყუილიო, ძალიან კარგი პროექტიაო ეს არაბული ქალაქების შენებლობა, არავითარი ის არ არის ესო არაბიზაციაო. ისინიო რაღაცა ხელოვნური ინტელექტით ქმნიანო და რაღაცებს გვაბრალებენო. მე ახლა მინდა მათ უთხრა, ეს რაც ჩვენ მოპოვებული გვაქვს, ეს არის ძალიან ძნელია რომ ეს საჯარო რეესტრი ამდენი საბუთები ამოიღო, ამას წლები ჭირდება, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი. ეს არის ზღვაში წვეთი. აქ არის ფოტოები ყველაფერი. ესეც ხელოვნური ინტელექტის შექმნილია, ეს საჯარო რეესტრიდან ამოწერილი საბუთები, მთელი მიწები, მთელი ქართული მიწები რო გაყიდული გაქვს, თქვენ უნდა მოსულოდოთ თქვენ ისლამური ქვეყნის წარმომადგენლებზე. მთელი თბილისის გარშემო რომ გაყიდულია მაღლა, მთელი თელეთი, კოჯორის გარშემო, აბახმელა, ბაზალეთის ტბაზე, კახეთში, შიდაქართში მთლიანად კასპს მოდებულები არიან ქარელიდან დაწყებული მთლიანად, ოზურგეთი, არ ვიცი ახლა ხალხს ყველაფერს უყიდიან აბსოლუტურად, ესე იგი კანიონებს მიადგნენ, ახტალა გაყიდეს, ყველაფერს ყიდიან აბსოლუტურად, ესე იგი და ამ დროს ესე იგი ისეთი კანონებს იღებენ, რომ ხმა ვერ ამოიღოს ადამიანმა. აქამდე თუ ესე იგი ერთი წელი თავისივე მართულ აქციას, ესე იგი უფლებას აძლევდნენ, რომ ცენტრალური გამზირი რუსთაველი გადაეკეტათ ყოველ დღე და ერთ წელზე მეტია საკანონმდებლო ორგანო დაკეტილია 4-5 კაცის ღამე რომ გაიაროთ ხან 2 კაცის და ხელისუფლებას რო არ უნდოდეს მე ბეჯელა მაქვს ნათქვამი იმას უცბად ალაგმავ და იქიდან, მაგრამ გინდათ ბატონებო თქვენ ხელისუფლებას გინდათ რომ ეგ ამ მდგომარეობაში იყოს და მიზეზი გქონდეთ რომ თითქოს აი თუ არ გავამკაცრეთ კანონები გლახათ არის საქმე, არა თქვენ აკეთებთ ამ ყველაფერს. ეხლა აკრძალეს ესე იგი ტროტუარებზეც თუ კი აქციას მოაწყობ, იქ შეუძლიათ ხელმძღვანელი პირები დააკავონ პირდაპირ და გაუშვან პატირობაში 20 დღით, ხოლო რიგითი წევრები 15 დღით. განმეორებით შემთხვევაში 1 წლის პატიმრობით. აი ამას იმიტომ აკეთებს რომ როცა უკვე დაიწყება მოქმედებაზე გადავლენ, წანისის ტყეპარკი იქნება თუ გონიოში იქნება თუ სადაც იქნება, ქართველმა ხალხმა ხმა ვერ ამოიღოს, შიშით ვაიმე დამიჭერე. მაგრამ არაფერი არ გაგივათ, არავის არ ეშინია თქვენი პატიმრობისა რა, არავის არ ეშინია. რა წამს აი ახლა მომზადებული აქვს ჰექტრობით არის, ხო 600 ჰექტარია. 600 ჰექტარია ეს წალისის ტყეპარკი და მომზადებული აქვს, ესე იგი ხეები დანომრილი აქვს სულ უკვე გასაკაფად, ეს ასწლოვანი ხეები, ზოგი მარაწვანია, ზოგი ფოთლოვანია და რა წამს დაიწყებთ, ჩვენც ვართ მომზადებული იმ წუთიდანვე ავტომატურად ჩვენ დავიწყებთ საყოველთაო სახალხო მსვლელობას, დაუმორჩილებლობას
დავიწყებ დაუმორჩილებლობა, სვლელობა სიმწყე პარკისკენ და ნახოთ მე. ქართველი ხალხია ჩვენ ეს აჯობებს თუ კობახიძე და ივანიშვილი. აბა მე ვნახოთ ერთი ვინ აჯობებს. და ვისი გავა. და რაც უფრო მეტი იქნება ძალადობა, არავის არ შერჩენია, მუდმივად არავინ არ ყოფილა ხელისუფლებაში და მე სასტიკ სამჟავროზე მოგიწევთ გასვლა იცოდეთ, სასტიკ სამჟავროზე. მე დანდობა აღარ იქნება. არ მოусმენთ ხალხს, ხალხი აღარ მოგისმენთ აღარ თქვენ მე. და ფრთხილად იყავით, ისეთი პროცესები არ წავიდეს, ისეთი უმართავი, რომ ლინჩის კანონით არ გასამართლდეთ მე და ხალხმა არ გამოგიტანოთ განაჩენი. რას ქვია, კაცო, 70% საქართველოს ქართული მიწებისა მთლიანად გაყიდულია და ესე იგი ყოველ დღე, ესე იგი ფანტასტიკური სისწრაფით ყიდიან მთლიანად მოდებულები არიან მთელ საქართველოს. რეკლამები გადის ყველა არაბულ არხებზე. ყველგან აბსოლუტურად ყველა სხვადასხვა ქვეყნებში ჩამოდით 60 მიწას დაეუფლეთ აგერ კაპიკებში იაფად. საიდან მოვიდნენ ვინ არიან კაცო? ერთი წვეთის სისხლი არა აქ ქართული, ესენი ვინ არიან კაცო? ყველა იმაში გაცრავად ყველა რესპუბლიკაში არავინ არ არის რო თქვათ ახლა ის რო აი დიდი ეროვნულ თავისუფლებელი მოძრაობიდან მოვიდნენ და პრეზიდენტები დახტნენ. ყველა თავის სამშობლო უყვარს, თავისი ქვეყანას იცავს კაცო. მაინც მარტო ჩვენა ვართ, ესე იგი მთლიანად გამყიდველები არიან და პოზიცია, ოპოზიცია არავინ. მე კატეგორიულად უნდა უთხრა ნებისმიერ პარტიას. ჩვენ თქვით გაერთიანება, მაგრამ არავითარი გაერთიანება არ მოხდება არც ერთ პარტიასთან, თუ არ გაემიჯნებით ამ რეჟიმს. ვისაც ამ რეჟიმში ყოფნა გინდათ, თქვენ გინდათ ბოლომდე დაიქცეს ეს საქართველო. ძალიან მარტივი კითხვა გექნებათ. გამოდით თუ გინდათ გავიდეთ დებატებში, დავსხდეთ და თქვათ, თუ ამ რეჟიმის გაგრძელება გინდათ, ესე იგი ისევ გინდათ მონაწილეობა მიიღოთ ბოლომდე დაქცევაში ამ ქვეყნის. თუ თქვენში გაიღვიძა რაღაცა პატრიოტულმა, მაშინ გაემიჯნეთ რეჟიმს და თქვით, რომ ჩვენ ვშიო აღარ ვემორჩილებით აი ამ რეჟიმს, აღარც ამათ არჩევნებში აღარ ვიღებთ მონაწილეობას და ხართ იმისი მომხრე, რომ ეს ხელისუფლება უნდა გადადგეს, უნდა წავიდეს, უნდა მომზადდეს საარჩევნო კანონი და სამართლიანი საარჩევნო კანონის მიღების შემდეგ უნდა დაინიშნოს არჩევნები. დანარჩენი სანამ ეს გამიჯვნა არ მოხდება, ჩვეულებრივად განსხვავება არ იქნება, როგორც ხონებული ზვიად გამსახურდი ამბობდა, ჩემ შემდეგ იქნება მრავალი პარტია, მაგრამ ყველა იქნება ერთი, ყველა ხართ ერთი. და ჭკუას ნურავის ნუასწავლით, მით უმეტეს ქართველთა დიდ გაერთიანებას, რომელიც არანაირი პარტია არ არის და არის ზეპარტიული გაერთიანება. ნამდვილი ქართველი პატრიოტების. აქ არავინ არ არის, არც უფროსი, არც უმცროსი, აქ ყველას ეთქმის თავისი სიტყვა. ჩვენ დღით ძლიერდებით, ჩვენ აღარა ვართ ისე რომ ვიძახთ, რომ 4 კაცმა დავიწყეთ და ასე, ჩვენ ძალიან ბევრი ვართ უკვე და კიდევ ვიმეორებ. რა წამს შევლენ წანისის ტყეპარკში და დაიწყებენ მოქმედებას, იმ წუთში ქართველთა დიდი გაერთიანება მობილიზებას გაუკეთეს ხალხს, დავიწყებთ მსვლელობას საყოველთაო სახალხო დაუმორჩილებლობისაკენ და ერთადერთი მოთხოვნით, რომ უნდა გადადგეს გამყიდველი ეს მოღალატე თაღლითური ხელისუფლება. აი ეს იქნება ჩვენი მთავარი გეგმა ეს არის, მეგობრებო, ესე განხორციელდება ზუსტად. არ ვიცი ხლა აქ თუ არის რამე შეკითხვები, ვხედავ რომ ბევრი უყურებს, მაგრამ შეკითხვებს მაინც და მაინც ხაიდრავას აქებენ ძალიან ჭხილებში. საიდან მოვიდნენ და პუჩიდან. რა თქმა უნდა, პუჩიდან მოვიდნენ, ესენი არიან სწორედ იმ შევარდნაძის სამართალ მემკვიდრეები. იმ მემკვიდრეობას აგრძელებენ და როდესაც ჩვენ ვიზახით კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენას, მაგას ვამბობთ, რომ კონსტიტუცია რო აღდგება ასევე საქართველოს რესპუბლიკა, რომელიც დღეს აღარ არის, არ არსებობს ამათმა წაშალის
არ ვიცი მე თუ ისეთი შეკითხვები არ არის ან მე თუ დამისვათ აქ ონლაინის შემდეგ მაინც გაგცეთ პასუხს მოკლედ მე ეს მინდოდა მე თქვა მეგობრებო მე მინდა რომ ეხლა ჩვენ ჯანსაღი საზოგადოება უნდა ვიყოთ მზად ყველაფრისთვის მობილიზებული უნდა ვიყოთ ყურადღებით უნდა ვიყოთ აუცილებლად მოგვიწევს ალბათ ამ ნაბიჯის გადადგმა იმიტომ რომ ხელისუფლება უკან არიხევს კიდევ აცხადებს ესე იგი რომ თითქოს არაფერი არ არის როგორ არაფერი არ არის კიდევ ვიმეორებ 70% ქართული მიწებისა გაყიდულია და დანარჩენსაც ძალიან სწრაფი ტემპებით ყიდიან და ვისაც ეს ხელოვნური ინტელექტი გონია გამოყვეს ცოტა ხანი ქუჩაში კიდევ და ამასაც თუ არ უჯერებენ ამდენად საჯარო ესტრის ამ ხელა ამონაწერებს გამოყვეს ქუჩაში და დაინახავენ რა ხდება დღეს ჩვენს ქუჩებში ქართველო აღარ დადის რა ვიცი ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი მე დიდხანს არ მიყვარს რომ უსაქმოდ ვისაუბრო ეს არის მეგობრებო ჩვენი მიზნები რაც გაგაცანით და იმედი გქონდეთ რომ ჩვენ არც ერთი ნაბიჯს უკან არ გადავდგავთ და რა წამს ესეთი რამე დაიწყება ჩვენ მზათა ვართ ავიღოთ მთლიანად ჩვენს ხელში აი ეს ის რომ ეს მოძრაობა რომ დავიწყოთ და ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე და დავიწყოთ ჩვენი სამშობლო მადლობ ყურადღებისთვის ღმერთი არის და იქნება ამ წმინდა საქმეში ჩვენი მფარველი იმედი გქონდეთ და ვინ შეგლახად შეგვეხება კიდევ ცეცხლს ეთამაშებიან და შეიძლება ეს თაობა კი არა რამოდენიმე თაობა გაუნადგურდეთ იმდენად წმინდა საქმე შეეხებიან ძალიან ცუდად და ძალიან ფრთხილად იყო სულყველან ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავ დიდი მადლობა კარგად ბრძანდებოდეთ ჩვენ ყურადღებით ვართ იცოდეთ არ ვადუნებთ ყურადღებას იმედი გქონდეთ რომ არ მივატოვებთ ჩვენ დაწყებულ ძვირფას საქმეს და ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს მადლობ ყურადღებისთვის